ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრე მედოევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებულ რეგიონთან რუსეთის ურთიერთობების ეგრეთ წოდებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს. ამასთან დაკავშირებით საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სწრაფვის საკითხსაც, რომელიც რუსეთისთვის პრობლემურია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა შეშფოთებას იწვევს. ლავროვის თქმით, ასეთ ვითარებაში აფხაზ და ოს მოკავშირეებთან რუსეთის შეთანხმებული ქმედებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთის პოზიცია და მისგან მომდინარე საფრთხეები ცნობილია და ეს არ არის ახალი. ლავროვის განცხადება და პოზიცია ჩვენთვის ახალი არ არის, საფრთხეები, რასაც რუსეთის დამოკიდებულება შეიცავს, ჩვენს მიმართ ახალი არ არის. სახელმწიფო საქართველოს მისი მთავრობა ძალიან აწონილ ისეთ პრაგმატულ სტრატეგიას ატარებს. აქედან გამომდინარე არის ყველაფერი, რასაც დღემდე მივახციეთ. ეს არის სტაბილურობა, რასაც ემუქრება რუსეთი. აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე. თუ კი ეს მესამე ხაზის გახსნა იქნება საჭირო და თუნდაც დეპუტატების ურთიერთობა, ამაზეც საფიქრებელია. ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას ურჩევენ. ეს პრობლემა დარჩება რუსეთთან და იქნება მანამდე, სანამ რუსეთი არ შეიცვლის პოზიციას, ან არ შეაცვლებენ ამ პოზიციას. ასე რომ არაფერი განსაკუთრებით გასაკვირი ლავროვის ამ განცხადებებში არის გამოდის იმ ყოველდღიური რეალობიდან, რომელსაც რუსეთი მუშაობს. რუსეთი უნდა რომ საერთაშორისო დიალოგები გადაიტანოს ორმხრივ დიალოგებში.